ოთხმონიკამი დედასთან მიირბენდა ხოლმე. დედა ყაყაცოსავი დაწითლებუთითებს დაუხოცნიდა და კალთაში ჩაისვამდა. ასევე გადაცებული იყო თევზაობით. იაკობი ბავშვობიდანვე ძალიან სუსტი აგებულობისა იყო, მაგრამ კვირცხლი გონებიანი ისაუარებალი ექსებს როცებს ადვილად ითვისებდა ხოლმე და ამ ყველაფერს ბავშვობო დედა ასწავლიდა. იაკობი კიდევ თავის ამხანაგებს და იაკობის გამოჩერა ყოველთვის უხარობდა ახალ ექსებსა და როცებს გვასწავლისო. იაკობის მამა ბავშვებო ვარიანი სოფლის მთელი იყო. თქვენ ეზოში ჩიამჩნიეთ არა ბავშვებო ეკლესია. ღვთისმშობლის ეკლესია აშენებული 1835 წელს. დედა დიასახლისი გახდა. 8 შვილი ჰყავდა, 6 ვაჟი და 2 ქალიშვილი. 8 წლის იყო იაკობი, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ ივანემ ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. ეს არის ძველი თბილისის ხედით მოფენილი. 8 წლის იაკობი მიყავს თავის უფროს ძმას ივანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში. მიაღებინა როგორც ღარიბი მღვდლის შვილი. მიუხედავად აგამეფებული ცუდი პირობებისა, იაკობი წარჩინებით ამთავრებს და სწავლას აგრძელებს თბილისის სასულიერო სემინარიაში. რა თქმა უნდა, ბავშვი ახაც პირველ მოწაფედ ითვლება, წარჩინებით ამთავრებს და როგორც წარჩინებულ მოსწავლეს გზავნიან კიევის აკადემიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. 25 წლის ასაკში ბავშვებო იაკობ გოგებაშვილმა დაგვიწერა დედაენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნით მათთვის. ამ წიგნს სისტემატურად აუმჯობესებდა მოდით ჩემთან და 1866 წელს გამოდის ჩვენი მკვდარი დედაენა. ეს ის დედაენაა, რომლითაც მრავალი თაობა აღიზარდა. აქედან დაიწყო ახალი ერა სახალხო განათლებისა. 150 წელზე მეტი გავიდა. ამ წიგნის დაბადებიდან დღესაც ერის ადარაჯოზია. იაკობის დედაენა და მეთოდი არის უბრალოდ ისე როგორც მისი ხალხი. აქ ენახეთ ბავშვებო, იაკობ გოგებაშვილმა ქართულ ბავშვებს დაუწერა რუსულობა, რუსული სახელმძღვანელო და ბუნების კარი. ვიტრინაში ჩაიხედეთ და შემოტრიალდით შემსგეთ. შემოტრიალდით. ბავშვებო, იაკობ გოგებაშვილის ინიციატივით დაარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოება. ამ საზოგადოებამ 40 წელი იარსება და ამ ხნის განმავლობაში გახსნეს ქართული სკოლები, ბიბლიოთეკები. არც თავისი მშობლიური სოფელი ვარიანი დავიწყებია, სადაც ეხლა თქვენ ყოფებით. იაკობ გოგებაშვილმა თავის საცხოვრებელ ბინას მოაშენებინა ვარიანის ხელშეკრულებისათვის საშუალება. იაკობ გოგებაშვილი ბავშვებო დიდი ქველმოქმედი ადამიანი იყო. ის მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ წევრებს, ეგნატე აკაკი წერეთელს, ღარიბ ხუთეთებს, ღარიბ მოსწავლეებს, ყველა გაჭირვებულს უამთავროდ ეთვარებოდა, როცა ამ დროს თავისი ხელით დაგემსილი წინდები ეცვა და დაკერებული გასასვლელები დადიოდა. ისე გარდაიცვალა თავის საკუთარი ბინას კი არ აქვს თბილისში. არც ოჯახი არ ახოლია, რადგანაც ერიდებოდა მისი